სახელმწიფოთა შორისი დავა შევა თუ არა სარჩელი ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შესაძლოა ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა შეიტანონ ამის საფუძველი კი გახდეს კონვენციით დაცული უფლებების დარღვევა. ამის შესახებ რეზოლუციის პროექტშია დათქვამი, რომელსაც ხვალ სტრასბურგში მიიღებენ. ივანიშვილის პარტიას მოუწოდებენ, რომ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. დოკუმენტში ასევე საუბარია დიქტატურის დამყარების მცდელობაზეც. სოფო ვარდიაშვილი მოგვიყვება უფრო მეც ამ თემის შესახებ სოფო გისმენთ. დიახ, სწრაფი დემოკრატიული უკუსლა საქართველოში ისეთი მასშტაბით გრძელდება, რომ ახლა საქართველოში საერთო დემოკრატიის არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთია ერთი ფრაზა ამ რეზოლუციის პროექტიდან, რომელსაც განიხილავენ 5 შაბათს საქართველოზე გამართული დებატების შემდეგ და ამ პროექტს უყრიან კენჭს და შეიძლება ის უკვე გახდეს ამ დღეს ოფიციალური რეზოლუცია. 12 პუნქტიანია რეზოლუციის ეს პროექტი, მაშინ ლაპარაკია მაგალითად იმაზე, რომ შეშფოთებაა სწრაფ დემოკრატიულ უკუსლაზე გამოხატული. ასევე ოცნების ხელისუფლება მუდმივად აიგნორებს შეშფოთებას და რეკომენდაციებს კრიზისზე საქართველოში. ასევე მაშინ ლაპარაკია, რომ ასამბლეა წუხს იზოლაციონისტური და ანტაგონისტური პოლიტიკის გამო, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ევროპული სტრუქტურების მიმართ აწარმოებს. ასევე პოლიტიკურად განსხვავებული აზრის დევნაზე, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების დევნაზეა ლაპარაკი და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე და ასევე შეშფოთებულია ასამბლეა არასამთავრობოების წინააღმდეგ გამოქმედებულ კანონებზე. ეს შინაარსი ამ პუნქტების ჩამოთვალეთ, იმიტომ რომ მოგვიანებით მოვისმენთ შალო პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც ტყუილს უწოდებს საერთოდ ამ რეზოლუციას. ახლა კი რეზოლუციის ორ პუნქტზე გავამახვილებთ უფრო ცლად ყურადღებას. ერთი გამოხატავს შეშფოთებას წულუკიანის კომისიის განზრახვაზე, რომ საერთოდ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და კიდევ ერთი ამ პუნქტში ლაპარაკია სახელმწიფოთა შორისი მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელმაც უნდა მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, ევროპული სტანდარტები და ვალდებულებები იყოს დაცული. ასამბლეამ მწუხარებას გამოთქვამს კომისიის დასკვნის გამო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებული პარტიები ხელს უშლიდნენ ჯანმრთელი პოლიტიკური სისტემის დამყარებას საქართველოში და შესაბამისად უნდა აიკრძალონ. ასამბლეამ მტკიცედ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ მმართველი უმრავლესობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ყველა პარტია, რომელიც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ეხება და ეს პრაქტიკულად მთელი ახლანდელი დემოკრატიული ოპოზიცია, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს. ასამბლეის აზრით დემოკრატიული ოპოზიციის ასეთი აკრძალვა ეფექტიანად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში, რაც შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან. ასამბლეა აღიარებს, რომ საქართველოში დემოკრატიის ნგრევის შემოbrunება ევროპის საბჭოს ყველა ორგანოს პრობლემაა. ამიტომ ასამბლეა მოუწოდებს ყველა ორგანოს გამოიყენოს ყველა შესაძლებელი საშუალება და შესთავაზოს წევრ სახელმწიფოებს გამოიყენონ სახელმწიფოთა შორისი განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სრულად იცავს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტსა და ვალდებულებას. როგორც უკვე გითხარით, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამ რეზოლუციის პროექტის შეფასებისას კიდევ ერთხელ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რომ დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა ჰქონოდა მას. ის ამბობს, რომ ასამბლეის წევრი ქვეყნები იმდელად დაბალ სტანდარტზე დაეცნენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მათ ამ დაბალ სტანდარტამდე არ დავა. რაც შეეხება იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოებმა ამ სახელმწიფოთა შორისი მექანიზმის საშუალებით მიმართონ ევროპის სასამართლოს, თავდაპირველად პაპუაშვილმა თქვა, რომ მათი სურვილია, რომ ოღონდაც მათ მიმართონ ამ მექანიზმს, როდესაც შემდეგ ჩაეკითხნენ ამის შესახებ ჟურნალისტები, პაპუაშვილმა გაიმეორა, რომ ამას ქართული ოცნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ასამბლეამ შეუძლია ის გააკეთოს, რაც უნდა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო საარჩევნებს, საბა რა უნდათ? რა არის? ევროპა არის, რომ წამების ადამიანების მწამებელს უწოდო პოლიტიკოსი? შეგახსენებთ, რომ ეს ის პასე არის, რომელსაც რეზოლუცია მიიღო და მიხეილ სააკაშვილს უწოდა პოლიტპატიმარი. ასე რომ მათი მორალური სტანდარტი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული ღირებულებებისა. შეგვიძლია გავიაროთ აბზაც და ყველა აბზაცი
არათუ მანიპულაცია, დეზინფორმაცია, ჩვეულებრივ ტყუილი არის, ასე ვთქვათ, რომელსაც ამიტომაც გვაქვს საბოლოო ჯამში ასეთი მდგომარეობა, რომ აღარ არსებობს სამწუხაროდ ზოგიერთისთვის რაიმე სტანდარტი ღირებულებებისა, არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი და პოლიტიკურ მიზანს არგებენ შემდეგ ასეთი სახის ტექსტები. ეს ხალხი უკვე ბევრჯერ დამარცხდა საქართველოსთან, საერთაშორისო ეს ხალხი დამარცხებული ეს ხალხი რაც უნდა ის განაცხადოთ, მათი გადაწყვეტილება არც კი ვიცი ეს რა ინსტრუმენტია საერთო ჯამში, მაგრამ რაც უნდა ის გააკეთოს, საქმე იმაში არის, რომ არ გვადარბეთ. მოკლედ ამ რეზოლუციის პროექტს ხუთშაბათს უყრიან კენჭს, როგორც უკვე გითხარით, მას შემდეგ რაც გაიმართება საქართველოს საკითხზე დებატები. ერთი მწვავე რეზოლუციის შედეგი ჩვენ პასეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკვე ვნახეთ, როდესაც იანვარში ქართულმა ოცნებამ კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ საერთოდ თავისი უფლებამოსილება შეაჩერა, მუშაობა შეაჩერა და დატოვა საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოსი.